თავი 25. ასე უთხრა უფალმა მოსეს. უთხარი ისრაელიანებს, შესაწირავი ამიკრიფონ. ყველასგან ვისაც გული უთქვამს, ამიკრიფეთ შესაწირავი. აი შესაწირავი, რომელიც უნდა აკრიფოთ მათგან. ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო. ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი მატყლი. სელი და თხისური. დათრიმლული ცხლის ტყავები და თახაშის ტყავები და ურთხელის ძელები. გასანათებელი ზეთი და სურნელებანი მირონისათვის და საკმევლისათვის. სარდიონის თულები და ეფოდისა და სამკერდულის მოსაოჯავი თულები. გამიკეთონ საწმიდარი, რომ დავივანო მათ შორის. როგორც მე გაჩვენებთ სავანის სახეს და მთელი მისი მოწყობილობის სახეს, იმგვარად გააკეთეთ ყველაფერი. გააკეთონ კიდობანი ურთხელისგან. სიგრძე 2.5 წყრთა, სიმაღლე 1.5 წყრთა. ხალასი ოქროთი იმოჭედე შიგნიდან და გარედან და ოქროს გვირგვინის შემოავლე ირგვლივ. 4 ოქროს რგოლი ჩამოასხი და 4-სავე კუთხეში მიუმაგრე. 2 რგოლი ერთ მხარეს, 2 რგოლი მეორე მხარეს. გამოთალე კეტები ურთხელისგან და ოქროთი მოჭედე. კეტები რგოლებში გაუყარე კიდობნის გვერდების გასწვრივ, ისე რომ კიდობნის ტარება შეიძლებოდეს. კიდობნის რგოლებში უნდა იყოს გაყრილი კეტები, არასოდეს არ გამოაძროთ. ჩასდებ კიდობანში აღთქმას, რომელსაც მოგცემ. გაუკეთებ სახურავს ხალასი ოქროსგან. სიგრძე 2.5 წყრთა იქნება, 1.5 წყრთა სიგანე. ოქროსგან გამოჭედავ 2 ქერუბიმს და სახურავის 2-სავე კიდეზე დაამაგრებ. 1 ქერუბიმს 1 კიდეზე დაამაგრებ, მეორე ქერუბიმს მეორე კიდეზე. სახურავის ზემოთ 2-სავე კიდეზე დაამაგრე ქერუბიმები. თავს ზემოთ ჰქონდეთ ფრთები გადმოშლილი ქერუბიმებს, რომ ფრთებმა დაფარონ სახურავი. პირი ერთმანეთისკენ ჰქონდეთ მიქცეული. სახურავს უნდა დახურებდნენ ქერუბიმები. ზემოდან დაადე სახურავი კიდობანს, ხოლო კიდობანში მოწმობა ჩადე, რომელსაც მე მოგცემ. მანდ მოგევლინები ხოლმე, სახურავზე 2 ქერუბიმ შორის, მოწმობის კიდობანზე რომ არიან და ყველაფერს გამოგიცხადებ, რაც ისრაელიანებისათვის უნდა გაბრძანებინოთ. გააკეთებ ტაბლას ურთხელისგან. სიგრძე 2 წყრთა იქნება, სიგანე 1 წყრთა, სიმაღლე 1.5 წყრთა. წმიდა ოქროთი მოჭედავ მას და ირგვლივ ოქროს გვირგვინს შემოავლებ. 1 მტკაველი სიმაღლის კედელი გაუკეთე ირგვლივ და ოქროს გვირგვინის შემოავლე კედელს. 4 ოქროს რგოლი გაუკეთე და 4-სავე კიდეზე 4-სავე ფეხთან მიუმაგრე. კეტების გასაყრელად უნდა იყოს რგოლები კედლებზე ტაბლის ტარება რომ შეიძლებოდეს. გამოთალე კეტები ურთხელისგან და ოქროთი მოჭედე. მათი მეშვეობით ატარონ ტაბლა. გააკეთე მისთვის თეფშები, კოვზები, თასები და საღურელის დასაღურელი სამწდეოები. ხალასი ოქროსგან გააკეთე. მუდამ გეწყოს ტაბლაზე ჩემს წინაშე დასადებელი პური. გააკეთე სასანთლეები ხალასი ოქროსგან. ნაჭედი უნდა იყოს სასანთლე. მისი ღერო, რტოები, ჯამები, კვირტები და ყვავილები გამობურცული უნდა იყოს. 6 რტო უნდა გამოდიოდეს ღეროდან. სასანთლის 3 რტო ერთი მხრიდან, სასანთლის 3 რტო მეორე მხრიდან. 3 ნუშისებური ჯამი ერთ რტოზე, კვირტი და ყვავილი. 3 ნუშისებური ჯამი მეორე რტოზე, კვირტი და ყვავილი. ასე 6-სავე რტოზე, რომლებიც სასანთლის ღეროდან გამოდიან. სასანთლის ღეროზე კი 4 ნუშისებური ჯამი, თავთავისი კვირტებითა და ყვავილებით. 1 კვირტი 2 რტოს ქვეშ, 1 კვირტი კიდევ 2 რტოს ქვეშ და 1 კვირტიც კიდევ 2 რტოს ქვეშ, 6-სავე რტოს ქვეშ, რომლებიც სასანთლის ღეროდან გამოდიან. მათი კვირტები და რტოები ერთიანი უნდა იყოს. ერთიანად უნდა იყოს ნაჭედი მთლიანი ხალასი ოქროსაგან. გაუკეთე 7 ლამპარი, რომ აანთონ ეს ლამპრები მისი წინა მხარის გასანათებლად. მაშები და აქანდაზები ხალასი ოქროსაგან გააკეთე. 1 ქანქარი ხალასი ოქროსაგან გააკეთონ იგი მთელი ამ მოწყობილობითურთ. იცოდე, იმ სახის მიხედვით გააკეთე ისინი, როგორც მთაზე იხილე.